ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში ეგრეთ წოდებული აპარტ-ოტელების შესახებ კანონპროექტის ახალი რედაქციით განხილვა დაიწყეს, თუმცა ამაზე ოფიციალურად ჯერ არ საუბრობენ. ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით Telegram გვერდები ავრცელებენ. კანონპროექტი ეგრეთ წოდებული პარლამენტის ხდომაზე სახეშეცვლილი ფორმით იქნა წარდგენილი. ახალ რედაქციაში საუბარია სასტუმროს ტიპის ბინების აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მშენებლობასა და მათი უცხოელებზე გასხვისების შესაძლებლობაზე. იდეის გავრცელების მიზნით დე-ფაქტო ხელისუფლება უახლოეს დღეებში რამდენიმე ღია მიმართვის ორგანიზებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხს ქართველი ექსპერტ-ანალიტიკოსები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ თემის გარშემო ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ქართველი ექსპერტები ყურადღებას რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აპარტ-ოტელების მასობრივ შეძენაზე ამახვილებენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დემოგრაფიული ცვლილებები. საზოგადოების წინააღმდეგობა გამოიწვია პირველ რიგში იმან, რომ ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობაზე არის გათვლილი და დემოგრაფიული თვალსაზრისით აფხაზეთის საზოგადოება ვერ ეგუება შესაძლებლობას, რომ დემოგრაფიული ვითარება ამან შეიძლება შეცვალოს. ეს ერთის მხრივ. მეორეს მხრივ ისეთი კონსპირაციული თეორიებიც არსებობს, რომ თითქოს რუსეთმა გაყიდა აფხაზეთი და ეს აპარტ-ოტელები არის შენდება უпростоრად იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეების მქონე ქართველები ჩამოსახლდნენ და ამაში ქართველების ხელიც ურევია. ახლა მე რეალისტურად არ მიმაჩნია ასეთი წარმოდგენები და მოსაზრებები, მაგრამ აფხაზეთის საზოგადოების ერთ ნაწილს სჯერა, რომ ეს ნამდვილად ასეა. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან პოპულარული მოსაზრებაა. თუმცა არსებობს ერთი ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც აპარტ-ოტელების აშენებაში ხედავს შესაძლებლობას ეკონომიკური ცხოვრება გააქტიურდეს, ვითარება გაუმჯობესდეს, ადამიანები დასაქმდნენ და კონკრეტულად აი ამ ობიექტებმა მოიზიდონ დამატებით შესაძლებლობები იმისათვის, რომ გააქტიურებულმა ეკონომიკამ გააუმჯობესოს სოციალური ვითარება აფხაზეთში. ასე რომ ერთგვაროვანი დამოკიდებულება აპარტ-ოტელების მიმართ არ არის, თუმცა უარყოფითი დამოკიდებულება, ემოციური თვალსაზრისით უარყოფითი დამოკიდებულება ბევრად უფრო მეტია აი იმ პირველი დემოგრაფიული, ასე ვთქვათ, მდგომარეობის შეცვლის საფრთხის გამო. ეს არ არის აღნიშნული კანონის გატანის პირველი მცდელობა. საზოგადოებაში ეს აწყდება დიდ წინააღმდეგობას და ეს წინააღმდეგობა არის მზარდი, შეიძლება ითქვას. ამჟამად საუბარი არის არაოფიციალურად საუბარი არის აფხაზეთის ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებზე. ამასთან არსებობს შიში იმისა, რომ მოხდება დიდი რაოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქეების რუსების ჩასახლება, რაც გამოიწვევს დემოგრაფიულ ცვლილებებს და შესაბამისად გამოიწვევს რაღაც ტერიტორიის დაკარგვას აფხაზების წარმოდგენაში.